ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ მეტად საინტერესო კითხვა დამისვა. რა ხდება ორგანიზმში, როდესაც ყვირით? ერთი რამ მნიშვნელოვნად გავმიჯნოთ. ფიზიკური ტკივილის დროს ყვირილი დამცველობითი რეაქცია და ხელს უწყობს და გვეხმარება ტკივილის გაყუჩებაში. სულ სხვა რამეა, როდესაც ბრაზის გამოყვირით. საზოგადოებაში გავრცელებული ასეთი მითი, რომ ყვირილი განმუხტვაში გვეხმარება. ამ მითის დასამსხვრევად ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ფსიქოლოგმა ბრედ ბუშანმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. გაბრაზებულ ადამიანებს მისცეს კრივი სტომარა და ყვირილით და სტომარაზე დარტყმით გამოეხატათ ბრაზი. ხოლო ადამიანების მეორე ნაწილი მშვიდად დასვეს. შედეგმა აჩვენა, რომ ვინც ყველაზე მეტად ყვიროდა და აგრესიას აფრქვევდა, კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა. ამას გავარჯიშების ეფექტი ეწოდება. რაც უფრო მეტად ყვირით, მით უფრო ვავარჯიშებთ ტვინს აგრესიულ რეაქციაზე. რა ხდება ამ დროს? როცა ყვირი, შენი ორგანიზმი ამას საფრთხედ აღიქვამს. ჯირკმაზე და ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, ადრენალინს და კორტიზოლს. გულისცემა გახშირებულია, წნევა იმატებს და შენ ამ დროს გონია, რომ დაიცალე. და ნახეთ რეალურად საკუთარი ნერვული სისტემა ქრონიკული სტრესის მდგომარეობაში გადაიყვანე. ამ დროს ჩვენ ტვინში ნამდვილი ომი იწყება. ამიგდალა, ჩვენი ემოციური ცენტრი, სრულ მართვას იღებს. ხოლო ტვინის პრეფრონტალური კორტექსი, რომელიც აზროვნებასა და თვითკონტროლზე არის პასუხისმგებელი, პრაქტიკულად ითიშება. და მარტივად რომ ვთქვათ, ყვირილის დროს შენი შიდა მუხრუჭები აღარ მუშაობს. მაგრამ რა ხდება თუ ყვირილი უკვე ჩვევა? ამ დროს ტვინში მყარი ნეირონული კავშირები ყალიბდება. ტვინი ეჩვევა იმას, რომ ნებისმიერ დისკომფორტზე უმოკლესი გზით ყვირილით უპასუხოს. ამიტომ ყვირილის დროს შეუძლებელია კონსტრუქციული საუბარი. შენ უბრალოდ რეაგირებ ინსტინქტებით. გამოსავალი მხოლოდ შეგნებულ პაუზაშია. გახსოვდეს, რომ ნამდვილი ძალა არა ყვირილში, არამედ მისი მშვიდეშია, რომელსაც იმ რთულ მომენტში ინარჩუნებ. დიდი მადლობა ჩემ კოლეგას ასეთი საინტერესო კითხვისთვის და თუ ვინმეს გაინტერესებთ მსგავსი ფიზიოლოგიური ან ბიოლოგიური პროცესების გარჩევა, მომწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოებში ამ საკითხებს განვიხილავ. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.